ჰეზბოლასთან კონფლიქტის გაგრძელების ფონზე მიმდინარეობს ერთობლივი ძალისხმევა ბეირუთსა და საიდონში დამარხული ლიბანელი ებრაელების საფლავების რეპატრიაციისთვის. განსაკუთრებით იმ ადამიანების საფლავების, რომელთა ნათესავებიც ისრაელში ცხოვრობენ. ლიბანური მედიის ცნობით ისრაელმა მოითხოვა ნეშტების გადასვენება ისრაელსა და ლიბანს შორის მუდმივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ფარგლებში. ეხლა ჩვენთან ერთად ბოსტონიდან ამ თემაზე სასაუბროთ არის ფრენკ სალამე, ახლო აღმოსავლეთის კვლევების პროფესორი ბოსტონის კოლეჯიდან. გამარჯობა, მადლობა რომ აქ ხართ. მადლობა მოწვევისთვის, ვაფასებ ამას. რადგან თქვენ ამ თემაზე ბევრი იცით და წიგნები დაგიწერიათ ლიბანელი ებრაელების ისტორიაზე, გითხარით მეტი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ სირიის მიმართ ინტერესის აღორძინებაა, მაგრამ ლიბანელი ებრაელების საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში ძალიან ძლიერი იყო. დიახ, ანუ ეს ძალიან ძველი თემაა. ძალიან ძველი საზოგადოებაა. და ამას მე არ ვამბობ, ამას თავად საზოგადოების წევრები ამბობენ, მათი ჩანაწერები, წერილები და საზოგადოების არქივი. ისინი თავიანთ წარმოშობას ბიბლიურ პერიოდს უკავშირებენ, ხომ ასეა. ბიბლიის მოვლენები ლიბანშიც მოხდა, ისევე როგორც ისრაელში. ასე რომ ესენი მომთაბარე საზოგადოებები არ არიან, არც დროებითი საზოგადოებებია და არც უცხოელები, რომლებიც სხვაგანიდან მოვიდნენ, ხო ასეა. იყიდე ეს მთელი იდეა, რომ თითქოს ლიბანელი ებრაელების ნეშტების დაბრუნება უნდა მოხდეს თუ გნებავთ ბრჭყალებში, თუ ეს მართლაც მოლაპარაკებების ნაწილია, ეს ძალიან მაწუხებს. რადგან ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს ებრაული ისტორიის წაშლას თანამედროვე ლიბანის ისტორიიდან. ასე რომ არა მხოლოდ ებრაელები. ლიბანიდან გაძევების პროცესი დაახლოებით 1990-იანი წლების დასაწყისში დასრულდა. მაგრამ ახლა არის, იცით, აქ ძლიერ სიტყვას გამოვიყენებ, არის მცდელობა თუ ეს მოლაპარაკებები რეალურად მიმდინარეობს და მე ამაზე ორჯაფული ვარ, რადგან არ ვიცი ლიბანის მთავრობას შეუძლია თუ არა მოლაპარაკებებში შესვა ლიბანის ებრაელთა ნაშთებთან დაკავშირებით. ეს ასრულებს იუდინ-ჩაის წრეს, თუ გნებავთ ლიბანის გაწმენდის ედვარ პროცესს. ებრაული ისტორიის ცოცხლები წავიდნენ, მაგრამ ჩვენ თითქოს ჰეზბოლას ვეხმარებით, რომ წაშალოს ებრაელები, მიცვალებულები გადავასვენოთ. ზუსტად მიცვალებულები გადავასვენოთ, წავშალოთ ყველა კვალი და სიმბოლო. ეს ძალიან საინტერესოა, ხო, ეს ძალიან საინტერესო პერსპექტივაა. და ადრე ამაზე არ მიფიქრია და ასევე უბრალოდ ვფიქრობ, პირველი რაც მომდის თავში, იცი, ეს ზუსტად არ არის ებრაული კანონის ნაწილი, რომ ექსჰუმაცია ჩატარდეს. ვგულისხმობ, ინკვიზიციის დროს ყველანი ცდილობდნენ თავიანთი ოჯახები ზეთისხილის მთაზე დაემარხათ, მაგრამ იმ ადამიანების პერსპექტივიდან, ვინც თითქოს და ამას უნდა რომ მოხდეს, შეიძლება ეს დაეხმაროს ამ კუთხით მათ აქ ისრაელში მყოფ ნათესავებს, რომ მიიღონ რაღაც სახის დასრულება ან სრული წრე. დიახ, აბსოლუტურად. სრულად მესმის ამ საკითხის ემოციური მხარე, მაგრამ ისტორიული მხარე, ჩემში ისტორიკოსი, ამით საკმაოდ შეწუხებული ვარ, რადგან ლიბანში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ებრაელები. რა თქმა უნდა, ჩვენ რაბინი არ გვყავს. ასე რომ, იცით, ეს არის დაბადების, ქორწინებისა და დაკრძალვის რიტუალები. იცით, ებრაული ცხოვრების აღნიშვნა შეუძლებელია რაბინის გარეშე. როგორც წესი, იცით, 1990-იან წლებამდე ლიბანი რაბინს თურქეთიდან იწვევდა, რომ დაკრძალვის რიტუალები ჩაეტარებინა და ასე შემდეგ. მაგრამ, იცით, რაბინის არ ყოფნა, როგორც იცით, აშკარა მიზეზების გამო, ჰეზბოლა, იცით, თუ გნებავთ ფარული ანტისემიტიზმი, ამას შეუძლებელს ხდის. ასე რომ საზოგადოება ნელ-ნელა ქრება. ეს ძალიან მაწუხებს. ხო, ლოგიკურია. და ჩემი კითხვაც ესეთია, იცით, ჩვენ ხო ვაკეთებდით სიუჟეტებს სირიაზე, ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ. სირიის ებრაელებზე, რომლებსაც სურთ დაბრუნება, ქონების დაბრუნება, აღდგენა. რა თქმა უნდა, სირია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ებრაული თემის ქვეყანაა. ბევრად დიდი ქვეყანაა, მაგრამ არსებობს ამისკენ სწრაფვა, თუ ოდესმე ამ კონფლიქტის მეორე მხარეს გადავალთ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ლიბანის ებრაელებს, ვინც წავიდა, ან იძულებული გახდა წასულიყო, უნდა შეეძლოთ დაბრუნება. თუმცა, იცით, სერიოზული ეჭვები მაქვს მათთან დაკავშირებით. იცით,
ლიბანში დაბრუნებასა და იქ ყოფნის აღდგენასთან დაკავშირებით. ისინი დაბრუნდებოდნენ ისე, როგორც მე ლიბანელი ქრისტიანი. დავბრუნდებოდი, როცა შემეძლებოდა უბრალოდ სტუმრობისთვის. არ ფიქრობ, რომ იცით, საზოგადოება იმდენად დაშორდა ლიბანის 1940-იანი წლების იდეას. დიახ, ახლო აღმოსავლეთის პარიზი. კი, არა მხოლოდ ეს, არამედ იცით, მრავალ საზოგადოებას, რომლებსაც გვერდ ჰარმონიაში ცხოვრება შეეძლოთ, ეს იდეა უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. და რადგან ესეთი მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური, პლურალისტური ლიბანი გარკვეულწილად ლიბანელი ქრისტიანები აყალიბებდნენ. და ლიბანელი ქრისტიანები დღეს აღარ არსებობენ როგორც პოლიტიკური გავლენის მქონე საზოგადოება. ასე რომ ლიბანი ამ მხრივ თუ გნებავთ, ბნელ მხარეს გადავიქ. კარგი, ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა, ფრენკ სალომი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორო. გმადლობთ.